მოგესალმებით, მე ვარ მარია მაისურაძე. დღეს შევისაუბრებ თუ რის ჭამა შეიძლება ბრეკეტების დროს. ბრეკეტ სისტემის ფიქსაციის შემდეგ ჩვენი ჩვეული რაციონი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, თუმცა ეს ზრუნვათ უნდა მივაჩნიოთ და არა შეზღუდვათ. ბრეკეტების ფიქსაციიდანვე უჯობესია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ რბილ საკვებს, რადგან პირველ დღეებში თქვენი კვირების ზნობელობა შეიძლება იყოს მომატებული. საუკეთესო ვარიანტებია კარტოფილის პიურე, მოხარშული ფაფები, წვნიანი, იოგურტები, რბილი ხაჭი ან სმუზი. შემდგომში მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც არ დააზიანებს ბრეკეტებს. მნიშვნელოვანია, რომ აირჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომელიც არ დააზიანებს ბრეკეტის საკეთს ან რკალს. აკრძალულია მაგარი ბოსტნეული ან ხილი, თუ გიყვართ ვაშლი, უმჯობესია რომ დაჭრათ. აკრძალულია კარამელები, საგაჭი რეზინები, წებოვანი კანფეტები და პოპკორნი. გახსოვდეთ, მცირე შეზღუდვებით დიდ შედეგებს მიაღწევთ. დანარჩენს მაქსიმუმის გუნდთან ერთად შევასრულებთ.